მორიგი ვლოგი რიგიდან დღეს მიფრინავ ტალინში. ორი დღე ვიყავით რიგაში. Ქონდა შეხვედრები სეიმში, ანუ აქაურ პარლამენტში. ჯერ ქონდა შეხვედრა ვიცე-სპიკერთან, რომელიც ამავე დროს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ის კომიტეტია, რომელმაც იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში უამზადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა, რომელიც იყო ძალიან კრიტიკული საქართველოში შექმნის სიტუაციასთან დაკავშირებით და მაგ ალბათთან ქონდა შეხვედრა და რაღაცები ვისაუბრეთ რა ხდება საქართველოში და პროტესტი აინტერესებდა რა სიტუაციაა და როგორ ფიქრობთ რომ განვითარდება მოვლენები და მათ შორის გამოსავალი რო არის ახალი არჩევნები მხოლოდ საპარლამენტო და გზას როგორ ხედავთ იქამდე მისასვლელს მოუყევით როგორ ხედავთ ამ გზას რასაც საქართველოში ვერ ყოფით წესიერად მაგრამ აქ დალაგებულად მოყვებით. ეგრე გამოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ქონდა შეხვედრა ხალხთან, რომლებიც საქართველოს და ჩვენ რეგიონზე მუშაობენ და კაი შეხვედრა იყო ძალიან. შეხვედრა დასრულდა, სადღაც დაახლოებით 15-20 წუთში დაიდო ეს სანქციების ამბავი. ლიტვა, ლატვია, ესტონეთმა რა დაასანქცირეს დიდი რაოდენობა ხალხი. შეხვედრაზე გითხესო დღეს დავდებთო სანქციებსო საქართველოსზე. დავამთავრეთ და დადეს. კიდე ქონდა შეხვედრა ასევე სეიმში პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც სახელმწიფო პარტიიდან არის და პლუს მასთან ერთად იყო, რომელიც ოპოზიციიდან არის. ხო, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აქ ლატვიაში არის ოპოზიციიდან და მასთან ერთად ესწრებოდა დეპუტატი, რომელიც არის ერთ-ერთი სახელმწიფო პარტიიდან კოალიცია აქაც მმართველობაში. ოფიციალური მიღება მოგვიწყვეს და კაი ხანი 1 საათზე მეტი ვისაუბრეთ საქართველოზე და რა შეიძლება გააკეთოს ლატვიამ და რაში გვჭირდება მათი დახმარება და რაღაცებზე დაგვიყვიდან რომ დაგვეხმარებიან. ბარემ ზურას დაგანახებთ, მე და ზურა მიფრინავთ ახლა ერთად ტალინში. ჩვენთან ერთად მოდის კიდე გრიგოლი გეგელია, რომელმაც რატომაც გადაწყვიტა რომ ავტობუსით წამოსულიყო, არ ვიცით რატომ, მაგრამ მოდის ავტობუსით. კიდე ქონდა ერთ-ერთ აქაურ think tank-ში, რომელიც არის, რომელსაც ქვია ლატვიური ატლანტიკური რაღაცა ასოციაცია თუ ორგანიზაცია, სადაც ალბათ ერთი 60 კაცი იყო მონაწილე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო. ანშლაგი იყო, აინტერესებდათ საქართველოში რა ხდება და იქაც სადღაც 1 საათნახევრიანი პანელური დისკუსია და კითხვა-პასუხი იყო. ვახშამი ქონდა ასევე ყოფილ მინისტრებთან და დეპუტატებთან და NGO-ების წარმომადგენელთან, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, სადაც ნახევარს დავესწარით და მე აეროპორტში გამოვიქეცით. კიდე იყო რაღაცები და აღარ მახსოვს. მაგრამ მოკლედ შინაარსი ეგაა, რომ საქართველოს დაინტერესებდათ რა ხდება და გამოსავალი სად არის. კაი ხალხი არიან ძალიან ლატვიელები, ძალიან უყვართ საქართველო. წარმოუდგენლად განიცდიან რა ხდება ახლა ქვეყანაში. ძალიან ბევრი მაცნობი და მეგობრები ყავთ, მათ შორის საქართველოში და მოიკითხეს რავი. თუ ვინმეს ვიცნობდი, მე მგონი ყველა მოიკითხეს, ყველას ვიღაცას ნაცნობი ყოლია აქ. ზოგადად კარგი ქვეყანაა. რიგა არის ძალიან ლამაზი ქალაქი. აქამდე არ ვიყავი ნამყოფი და ძალიან ლამაზია. და დაემთხო, რომ ოსკარი მოიგო. ლატვიურმა ანიმაციურმა ფილმმა მიიგო ოსკარი და ნუ აქ სერიოზული ზეიმი იყო. მაგის გამო ძალიან უხარიათ ხო. კარგი ქალაქი, კარგი ხალხი. შეგვიდან დახმარებას ყველაფერში რაც ვჭირდება. ეხლა გადავდივართ ტალინში, 2 დღე ტალინში გვექნება ასევე შეხვედრები და რაღაცები გვაქვს დასაგეგმი მერე სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. იმიტომ რომ ეს სანქციების ამბავი იმის გამო რომ არ გამოდის კონსენსუსი ევროკავშირის შიგნით, სადაც უნგრეთი და სლოვაკეთი ურევენ, საჭიროა რომ ქვეყნებმა მიიღონ ინდივიდუალური სანქციები, რასაც აკეთებენ ბალტიის ქვეყნები, რაც გააკეთა ჩეხეთმა, მაგრამ უნდა გააკეთოს ყველა სხვა ქვეყანამაც და ამიტომ სამუშაო არის ყველა დედაქალაქში. ტალინის ამბებს მე ცალკე მოვიყვებით. წავედი.